წესით ეს არის სერიის დასაწყისი. ცოტა ზეთები დაღვარა, მთელი გზა იქიდან აქვს ამოყვანილი მეუღლე იყო დღეს აქ სამოსულ დღეს რა მეუღლე და სამოკარი და ნუ კოლოფიიდან გაასხაზეთი, ოღონდ საიდან გაასხა ჯერ არ ვიცი. ორი მე მგონი ეს მანქანა არ უნდა მეყიდო. შევცდი. ეხლა აღმოაჩინე რომ კანტის მოუპარიათ, ნეტა ეს კანტის ადრე წავიდა. გამარჯობა, შენ უყურებ ძმაკაც და დღეს გვაქვს X5-ის კიდევ ერთი გაგრძელება. ჩვენი X5 მართალია უკვე სანტა-ბარბარას დაემსგავსა, თუმცა მაინც საინტერესოა, ყოველ შემთხვევაში ის რაც მე გავიარე, ჩემთვისაც ხო საინტერესო იყო და პლუს ყოველთვის თვალი რომ გადავალე ამ ვიდეოებიდან იმდენი რამის სწავლა შეიძლება, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ავტომობილი აინტერესებს, ყველას გამოადგება შესაბამისად კიდევ ერთი X5, კიდევ ერთი ტანჯვის სერია, მაგრამ ჩაუჯიქით. ბევრი წვალების გარეშე. უი, მართლა, სულ მავიწყდება რა. ყველა ჯერზე მავიწყდება რომ თქვა და ერთი 10 ვიდეოა არ მithხოვია თქვენთვის. არხის გამოწერა, ანუ ბევრი ადამიანი კიდე ისე უყურებს არხს, რომ გამოწერილი არ აქვს. და ვიდეოს დალაიქება და ნუ იმ ზარის კნოპის გააქტიურება, როცა არხს იწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეალურად, იმიტომ რომ როცა არ გთხოვთ ხოლმე და არ გახსენებთ, რა თქმა უნდა, თავისთაც არავის არ ახსენდება და გამოწერები არხს არ ემატება, მაყურებელი ემატება, სტატისტიკაში ყველაფერი ემატება, ოღონდ გამომწერი არხი არ იზრდება. რეალურად, ამიტომ თუ აი ეს მაუსი გაქვს, ან თითი გაქვს, გამოიწერე რა. მეტი არ უნდა მაგას არაფერი. მაგრამ ჩაუჯექით დავიწყეთ ვიდეო და ნახოთ რა გამოგვია. ეს არა, ამას არ შეუძლია. ეს ამისთვის ახლა პირველი ექსპერიმენტია, კანვალი ან გაწყდება ან არა. ერთი კაროფის ცითის გასხვის გამო რა ხალხი მოვიდატრია. აქაც მაგარია ტალახებულია, სადაც გავარეთ ამე რა. არა ცადოთ. ეს ლიბიოტკა ისევ ხوار ჩაობა თხისა და პახოდუ სოსო პახოდუ ლიბიოტკა. ლიბიოტკა სადღა. გვერდზე გაკაჩვის სპონტია? კი, ეხე. დაკაჩე. შეწურადა. კარგად არის ჩოფლი. წვიარ დაიდება? 8 წევს შეჩემა. არა, უფრო შეიძლება დაიდეს და რავი, ამ ბამპერის ლიტოს. რა სწობობ შეჩემა ახალი ვით არის მეღადავები. ესე უნდა იყოს მე მგონი. რაღაცა X იყიდა, ინტოქსი. თელი ცხოვრება აკეთებს. მე რიტმის მე ეს მანქანაა. აიდე ევაკუატორზე და 24 ხიце. და იყურება ბენზინით. გავყიდი მე ჩემ ნახატებს. როგორც ნახეთ, ავტომობილის წილკაში წათრევა გადავწყვიტეთ, წაღება უფრო სწორედ და რატომღაც აღმოჩნდა, რომ ნაწვიმარი იყო და ამ ნაწვიმარზე ჩვენს არაჩვეულებრივ გასლიკინებულ გზაზე ევაკუატორი თავის X5-იანად გადავარდა გზიდან, უბრალოდ ჩაცურდა და ჩაწვა კანაოში, ორი გაწვა კანაოში, იქ არა ევაკუატორი. ამ შემთხვევაში ევაკუატორზეა საუბარი, მთელი ღამის პროცესი იყო მაგ ევაკუატორის იქიდან ამოღება, ჯერ მანქანა გადმოვდეთ, ანუ სხვა ევაკუატორი ჩამოვიდა თბილისიდან, მანქანა გადავდეთ იმ სხვა ევაკუატორზე, მერე თავი ევაკუატორის ამოღებაზე ვიწვალეთ ნახევარი ღამე და ბოლოს გადაწყდა რომ მანქანა გარეთ უნდა გამოგვიყვანა გაგვეჩერებინა, იმიტომ რომ ბოქსამდე მაინც ვერ მივიყვანეთ მაგ ღამეს. ვიდეოს დასაწყისი ხო ნახეთ? ტანჯვით ამის აქ მოყვანის. ტრანსფერი გავიდა რამდენიმე დღე, იმიტომ რომ ფიზიკურად ამ მანქანისთვის არავის არ ეცალა. და ეხლა იწყება რიგითი რაიანის გადარჩენის ეტაპი და იმედი აკუმულატორი არ არის დამждარი, იმიტომ რომ ისეთი ცხელა ეხლა შიგნით. ეს არის კაროკა? კი, ეგ კოლოფია. ამპერი სხვაგან და შეჩერდა. მან რას უკეთებ შეჩემა პარკინგია. ბოდიში ძმო, მეთქი რა ხდება ჩემო ძმო. სიცხე ძალიან ცუდად მოქმედებს. შეჩემა ისეთი გახურებულია, შიგნით ხელს უბერავს. იმენა ხელს უბერავს. ანუ ხელს დაგწავს ისეთია. ან კიდე ეკრანი გაფუჭდა? მაგეთ რა შვება? ცხელია, ხო? აი ხა ჩართო წეს.
კომპრესორი ეხა ჩერთა. წესით ეხა გააციებს. როგორ მოვაკითხა ძმა კაცმა შეხედია. ხო და მოგეთ ეხა რა ხდება რა. ესე იგი შევიძინე 8 HP კოლოფი S70 ძარიდან, ანუ რესტაილ ევროპულებშიც და ამერიკულებშიც 4 და 4-ში უკვე 8 HP ეყენა. ქარხვალ დემზე არც ერთი არ მდგარა. Google-შიც ვერაფერი ვერ ვიპოვე მსგავსი, რომ ვინმეს კონდეს დაყენებული და ეხლა ვატარებთ უმოწყალო ექსპერიმენტს რა. რა გამოვა რომ არავინ არ იცის, აი ეგეთი ექსპერიმენტის 50-50 რა, ან გამოვა, ან არ გამოვა. ხო და ძალიან გულით მინდა რომ ამაზე 8 HP გავმართო და იმუშაოს. და შანსი საკმაოდ, ანუ მე რაც თეორიაში, პრაქტიკებში და ასე შემდეგ ქექვაში ინფორმაცია მივიღე, ძალიან დიდი შანსი არსებობს. შესაბამისად, ეხლა დავიბუქსირებთ, შევატევთ ბოქსში და დავიწყებთ პროცესს. პლუს ამ ყველაფერს საჭის მექანიზმი გვაქვს. დღეს გასაკეთებელია ის, რომ გასავთ ყიდვისას ხავის დრო უფრო და სამწუხაროდ არ ამცდა. და ლავი მოსახსნელია და ნეტაც რავი რომ მქონდა ჩამოღებული, მაშინ მომესრა, მაგრამ რატომღაც იმედი ვიქონიე, რომ ერთ არხში მეტი წნევით იმით ვაწევ, არ თეორია მქონდა ჩემი ჩამოყალიბებული, რატო ვაწევდა ერთ არხში მეტი წნევით, ვიდრე მეორეში და ჩემ და სამწუხაროდ ჩემი თეორია არ გამართლა, ანუ ეგ ხავსის მოჭიდების მომენტი იყო რა, ლავის ყიდვა არ გინდა და ყველაფერს ვცდილობ. აი არც ეხლა არ მინდა ეხლა რომ მოვხსნით ერთი დონორი მეგულება ეზოში და შეიძლება იმას მოხსნა საჭის მექანიზმი და იმის მექანიზმის კომპონენტების გამოყენება ვცადო, რომ ამისი გავაცოცხლო. თუ ვერ მე ყიდვა მომიწევს და აი ეგ ძალიან არ მინდა. პროცესს აბედნიეროდ პირდაპირ დაიტესტება, გამომივიდა თუ არ გამომივიდა და აღარ მომიწევს ახლიდან მიყენება მოხსნა რა, თუ არ გამოვიდა პირდაპირ სხვა საჭის მექანიზმს ვიყიდი და დავაყენებთ. მოკლედ, გავგრილდეთ ცოტა, მანქანა გაგრილდეს და დავსხედით და წავედით. კარგად დავი, გამოჩნდება. გესმის ხო? მოიცადე, უნდა დაჭიმო. რა? არავინ არ არის. მიდი დავაი, წადი. დატორმუზებას თუ გადაწყვეტ მითხარი. დიზელი არის ადამიანი. ბავშვი ვერ ხვდები დაბული ყავს თუ არა, ხო? ათასი დიაბოლოდი ვიდეოს დავიჭირე. ისა კიდე ერთხელ ბარენ გამეორდები რა, გზა დაგვიგეთ. ანუ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ხალხი ვართ. ცხეთის მერია გამგეობა. ცხეთის გამგეობაში თუ ვინმე მუშაობს და ამ ვიდეოს უყურა. რა დონეზე ვწვალოთ, ხო ნახეთ, ანუ რამდენი საათი ვეწვალებოდით, ტალახში ჩავარდნილი ევაკუატორის ამოთხევა. გიხვეწებით, გზაც არ მინდა მოხრეშეთ, ანუ რაღაცა do something. არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენი არხის პარტნიორია პრემიუმ ლიზინგი, რომელიც გთავაზობთ ავტომობილის ლიზინგით შეძენასაც და უკულიზინგსაც. შესაძლებელია 1000 ლარიდან 100,000 ლარამდე დაფინანსება. გაცემის საკომისიო აქვთ 0 ლარი. დანარჩენი ინფორმაცია ყველაფერი შეგიძლიათ ვებგვერდზეც გადაამოწმოთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირდაპირ და დეტალურად რაც დაგაინტერესებთ, ყველაფერს თავად გეტყვია. მთლიანი სავალი ნაწილი გამოვცვალე და რაღაცა ჭარაჭუნობს ბიჭო. ვაი, რავი, არაფერი არ დამიტოვებია. ზედა გიტარაა მარტო დარჩენილი და არ მგონია ზედა გიტარა ჭარაჭუნობდეს ეგრე. თუმცა შეიძლება ტურკაში იყოს მოკლული. ხო, შესაძლებელი არის, კი. აკეთ ნორმალური და გამხდარა. ო, შეჩემა ასფალტია. ეს გადაიღე ასე ის ნორმალური გზა გამხდარა. ნორმალური ნესი არ გახდოს აქ როგორი იყო. მე არაფერი შეჩემი. ბიჭო არა რომ მიგორა, ანუ ეს უფრო ჩქარა მოგორავს რა. და ტროსი რომ იმაშება თავისუფლდება, მე რომ ჭიმავ შენ, მაშინ მეცადა ტორმოზი თუ და გამოყვე აქ რომ იმას ქნა რა ქვია. ტროსი არ ჭიმო რა. უბრალოდ ტროსი კონდეს დაჭიმო. აი მე ტორმოზით მოყვები მაშინ. მაგარი გზაა, შეჩემ. გასაუბრე შეჩემ. უინე ვინცესენი დახარა. დაჟე ვიღაცების ფიცრების დაუყრიათ კიდე ტოტები. ვცდილობ რომ ნაზად მოვჭიმო, მაგრამ არ გამომდის. სტოი. აჰა, სტოი. ჩავაპარკინგე ძმა. აი, ვინც უნდა მოვაწვეს ძმაო, უზიარებ იმ ადამიანს. გარედანაც კი ისეთი ცხელია, რომ პიზდეცია ამის მოწოლი.
ტაქს, კაი, რას ვაკეთებთ ხა? აკრები ერთნა ჩარჩარი ამათუღურია. გადამებია თუ? ხო, ისა, ქანები აქვს გადამული აქ. ხო, ქარხმული გადამები აქვს გაკეთება. და რაღაცა კომპაუნდი უსხიათ შიგნით, რომ კემბრიჯში, ხო. მე არ ვიცი თქვენ უფრო მალე როგორ მოდიოთ, მაგრამ მე ჩამოვედი. ხო. აბა ეხა მომიყევი. აი ესე უნდა გამოვწიო, როგორც მე ვხვდები, ხო, პლასმასი. კი, ახლა თან მაგას მიმართულება მე აწყობისას. ხო. 9-ჯერ დავშალებ. რატო? ვიდო როგონია რომ სწორად ჩასვი, მე არ ჯდება და აი რაღაცა ვარ მოხსენი პინებს. როგორ იხსნება ეს? იგივენაირად ყვილები აქვს მაგასაც. წინ გამოდის. წინ გამოდის, ხო. ოკეი. ეგეც რა ინსტრუქციაში არის ხავტუროთ და ეგ მოვაძრეთ. თენგო რო ვაყრიდები ეს წინწამსროლი იმენა არ არის შეჭა. ამაზე იძახით. გამოვიდა. და всё, ამ პოზიციიდან დავშალო? თუ ბოლომდე მოვაძრო ის რაღაც. ბიჭო, მე ბოლომდე მოვაძრე. ანუ რა მოღამი აქვს ბოლომდე მოძრობას? ეცერა და მოვაძრე მაგას. ოკეი. всё, მეტი აღარ დაგვრჩა არაფერი. ხა უნდა შევცოთ ეს და პენი როგორ უნდა გამოვიდოთ? ის გვინდა თული? კაროჩი. ეს მოვაძრეთ. ყველაფერი მოვაძრეთ. შენ ნუ მომადაგიწყია. ხო, მაგრამ მაინც გამომივიდა. და იმას როგორ ვიღებთ? პინს. თული უნდა სპეციალური? პინი არის ეს, ნახე? აბა მანახე პინი როგორია? всё, დედას ეხლა. თითქოს ზომა არა და ეს. ნახე, რომელიღაცა მაქედან იმენა აი შეყოფ თუ არა ეგრევე აძრობს. ხო? ხო. ბიჭო, რა ლოგიკურად ეხლა ეს უნდა აგდებდეს ამ პინს და. რადგანაც არ აგდებს. თან ეს არის 8 HP რესტის, ანუ ვერც გადავაბავ, რომ პინები მაკლივი აქვს. მაგრამ უკან ეს თეთრები რა არის ნეტა? სადა? ცარიელებში? ხო. ცარიელებში ისენია რა ქვია. რეზინის საგლუშკები პროსტა? მაგას ეგრევე მიაწექი რამე და გამოვაგდებ. ოკეი. შეიძლება. სადო? მიგზო. სადო? ცოტა შეგიძლია შემოაწვე კაბელს იდეაში, რომ პირში ჩაკეტილი აღარ იყოს პინები და ამან უნდა მოკეცოს რა. ეს რომ მოკეცოს, მე უნდა გამოვაძრო, მაგრამ არ კეცავს ეს. ანუ რაც შენ პინები დამარაღე ზეგან ვიზუალურად. მაგ ფუნქციონალით უნდა მუშაობდეს. ნათხოვე აბა ერთს. არა შეჩემა იმენა აი. არ კეტავს ცოცხალი თავით რა. ჩაკეტილი აქვს შეჩემ რა საჩარიში. წერან ღია მქონდა რა. არ თქვა რომ გამოიღო. მე ტექნიკა უნდა რაღაცნაირი რა მახსოვს პირველზე მაგრამ აწვავა. ანუ ის უნდა? ხო არა გაქვს შეჩემა. კაც ეს ბოლომდე შედის. ბევრი pedal shifter-ები რო გაქვს დაყერებული. ხო იცი ვერ მივხვდი შეჩემა რანაირადო. ზოგი კარგად არის ცეთები, ზოგი ისე რა. ზოგი როგორც უნდა იყოს ისე. მაქსიმუმზე მაგაცებული. ხელში ეგრევე ხვდები რომ წამოედება რა. ბიჭო რა რო წამოედება ეხლა რატომ ეს ჯდება ბოლომდე. და ზოგან ჯდება და ზოგან არ ჯდება სუსო რა ვქნა ეხლა აჰა კიდე შემიძლია მოგცე. აი ნახე ამას რო შესვავ. ხო უნდა დაკეცოს და გამოვიდე. всё დაკეცილია ამას. არა კაი აქ არა. აქ. სიღრმე მანახე აბა. აი ესე შედის? არა, ეგ შემოყოფინე. არ შედის. ანუ აქ ვერ კეცავთ რა. ხო. რეალურად აქ შედიხარ. აი ნახე, სადამდეა? ო, წეგან დანარჩენებს საკაიფოდ კეცავდით და მოიცა ჩაიგედა. ხო, წეგან დანარჩენები. არ უნდა მიწოლა. არა? ჯანი არ უნდა ყოფში. აბა რა უყო? ანახე და გამოვიდა. აჰა. ეს თქვენი ხოს. ჩემ დაწყობილი ინსტრუმენტზე რეებზი ძაღის. თავი პრობლემა რა მაქვს ხა? XM-ს კაგას პედალ შიფტერები გვაქვს მარტო პრობლემა. XM-ს პლუს მინუსი აქვს, ანუ ცალკე პლუსი, ცალკე მინუსი მოდის რა და 8 HP-ზე ერთი პინი მოდის მარტო. ერთი პინი მოდის? ხო, პედალ შიფტერიდან. აი ნახე ხა რანაირად. უყურე ეს მაქვს გახსნილი N63 212. ეს არის კაგას აი ნახე ამის პედალ შიფტერის steering column switch cluster რა. ეს არის პედალ შიფტერი.
მე-10-ში შემოდის, პირდაპირ მე-10 პინში შემოდის მანდ და всё, ანუ ერთი პინიდან მოდის და სავარაუდოდ წინაღობის სხვაობით ხდება პლუსია თუ მინუსია. ესე აქვს ატყობილი იმას, რა ქვია. სპორტს აქვს ესე. ანუ სპორტის საჭე იდეაში პირდაპირ და ერთო პირდაპირ იმუშავებს. მაგრამ სპორტის საჭე მე არაფერს შემჭირდება, ჩინელებს რო შეუკვეთავ, სპორტის საჭეს შეუკვეთავ, εμის იმათის ეგეთი. ხო, სპორტად ყიდია, რესტორანს ყიდია. всё, აბა მარჩი. როგორც კი იმას დააყენე, პადაშიფტერები იმუშავებს და всё. ეგრე. არა, შემიძლია ხო წინაღობები ჩაუყენო და ავამუშავო, მაგრამ ერთადერთი რაც არ გვაქვს პადაშიფტერებია და 6 HP-ს 11 გრაუნდი აქვს ვიდრე 800. არა, ეგ მკიდია. 6 HP-ს 11 გრაუნდი გვაქვს. ანუ პინში 11 გრაუნდი მომდის. 11 გრაუნდის პინი მაქვს, ვიდრე 8 HP-ს სჭირდება რა. არაფერი. იზოლენტა და მისი ჯარი. ნახე. არა, ის ღია. მაგიტომაც არ გამოდის. აი ხარი. რა სიძახი? ანუ სხვებისთვის ღია იყო და მაგისთვის ჩაკეტილი იყო? ო, აშკარა. აი ხარი. ვა. ეხა ყველა დიდი ჩანს რა. აბა მედი. ლუკას ცელაიდვიში. ლუკას მოუშველა შეჭა? გატანინა ეგრევე? ფლენი არა, ყველა გატებილი იყო. აი. ეხა ეს ვინ კაროკაში შევარდით, უკან გამოვაძრაოთ ნეტა. ოდო. აბა მედი ცოტა. წამოვიდი გადაგიღო? აი თუ ვერ გამოვიდე გადა. ეხა ტესტად კაროკაში. ისა არა, მე ამას თეთრაზე არ ავიღე. უკან გავაღების საკითხს ხო? ალბათ გამოვიდეთ, მაგრამ არც მე არ ავიღედი ჩემთვის. ბიჭო, ძალიან შავათილებს თუ ესე უნდა იყოს. ის მიკროფონი დაწეული მაქვს. იქ განათებულია. ოკეი. ის გაუკეთოთ თავისი? ავაწყოთ? აი, ვაუწყე, პინებს რა ჩახო კიდე დასვლელი. რატო ვერ ჩასო პინებს? ოი, მოდი. უჭველი? მოდი პაპას ვასწავლოთ გადაღება. და ჩვენ ვიმუშაოთ. აი ხო ნავდაჩი. ხო. დავწუნეთ რომ როცა მაგ კაროკის არის რა. ეგ არის? ეგ არის. აი ხო დაიჭი. ეს მოგონი სხვაგან არ ჩავა. ეს. შევინა დანიშნო შეჭმა ისე ჩავსო პინებს, რა თუნდა ამის ამბავი ვიხდი. ანუ რას გიშლით აქ პინის ჩასმაში. აქ თავალაბუს მანდა. ანუ რაში უნდა შეგიშალოს ხელი. ამას აძრო ვიზიაში ამის მოსასწნელად. ხო, და შენ მანამდე. მე ეს მანამდე მოხსოვ. კიდე იქაც ეგრე არ ქნა. კაი, იქ არ ვიზავ ეგრე. ანტე გიქენი. კაი, ეხა ნახე, ჩვენ გვჭირდება აქ რომელი პინები, რომ პინებში ის გვიდევს თუ არა, რა ქვია. ზაგრუსკები გამოვყაროთ, რა თუ რომელიმეში ზაგრუსკა გვაქვს. ესე იგი, ეს ხო არის ჩვენი კაროკა. არ არის, ეს არის ჩვენი კაროკა. ჩვენ გვჭირდება, ესე იგი, პირველი პინი გვინდა, პირველი გამოსაგდებია უკვე. ამით ვაგდებთ? მინდა რა ჩავა. ეს არ ჩავა. მაქედან ყველა წრუს რასაც იპოვიზმო. უკან უნდა გავაგდო, ხო? ეს ღია უნდა მქონდეს? ისეც გააკეთა. ოპა. ხო გიხარი ძრება ვეჭი. ეს ძრება როცა ყველაფერს ამოყრე შეჩემ. რანაირი სახით ხარ, რა გინდა? რაო? არა. ვიტო, ლუპიტო როგორ ახარ შეთესანო? ორი ლუპიტა, თამური ესეც თუცა. თენ რაღაცა ნიტოს შვრები მე მგონი. იდეა, ხალხაცრეულ. ვიტო, რატო ურყავ შეჭება რაღაცა? რაღაცებს ფენსოზე ისმინდა. პერეს დიაგნოსტიკაი. იმაზე გვაქვს, რა ქვია, ლოტკინზე გვაქვს. მაშინ ლოტკინზე გამოვა. ლოტკინზე გამოდი. დღეს ხვალზე გარა. XHP სად არის? აკაც ამაკ, აი, ჩამოდი, აკაც მაკ. სანამ პაპა ჩამოგვიწევს და უკვე გადაწყობას დავიწყებთ რასპინოკის. რას დავისკო სევრწამში. BMW-ს პატრონი ვარ, ხო? კაი. ესე იგი, გჭირდება პირველი პინი. კი ბატონო, გჭირდება მესამე პინი, კი ბატონო, თავისუფალია. გჭირდება მეოთხე პინი, სად არის მეოთხე? თავისუფალია. გჭირდება მეხუთე პინი, თავისუფალია. გჭირდება მეექვსე პინი, თავისუფალია. მერე გჭირდება მეცხრე პინი, თავისუფალია. გჭირდება მე-10 პინი,
მეათე გასთავისუფლებელი რითი გამოვაგდე წეღან? ეს შენი მეათე პინი თავისუფალია, მე-11, მე-12 არ გვჭირდება, გვჭირდება მე-13 და მე-14. მე-13 არის კი ბატონო თავისუფალია, მე-14 თავისუფალია. 15-16 არ გვჭირდება, მე-16-ში ჩავსვათ ზაგლუშკა, სად არის მე-16? აი ეს არის მე-16. ჩვენი ზაგლუშკა მე-16-ში გაძვრა იმ. არა უშავს. მე-16 არ გვჭირდება, მე-15 არ გვჭირდება. სად არის? ეს 12 ისედაც დაზაგლუშკებულია, მე-7 დაზაგლუშკებულია, მე-8 დაზაგლუშკებულია, კი ბატონო. და არ გვჭირდება მე-2. მე-2 აგერ არის და ესეც დაზაგლუშკებულია. ეს შტეკერი მზად არის იმისთვის, რომ ახალ შტეკერზე აიწყოს, კი ბატონო. აი, ეს მზად გვაქვს. ეხლა გვინდა შტეკერი. ეხლა აქ რა ხდება? Так, ეხლა ეს უნდა გამოვყავით. ოღონდ სათითაოდ უნდა გამოვყავოთ და გადავსვათ იქ სადაც გადასასმელი. მაგაზე მე მგონი შენი მოხმარება დამჭირდება, მაგას თუ რამე დააშტატივებ, კარგი ბიჭი იქნები. იმიტომ რომ ეს არის რა ქვია, ან ლეპტოპთან იყავი, ან იქ რა, როგორც გირჩევნია. ხო, მაშინ ეგრე ჯობია. კარგი. ხო, აშკარად ეგრე ჯობია. მეორე მიდის კანლოუა მაცადე მეორე მიდის მე-5-ში მე-10 არის signal gear shift paddles shifterია მე-10 მოიცადე რა სიძახი ბიჭო დები დაგჭე ახლა ჰაერში მინუსი და ესა მე-12 მაგის მე-12 არ ანუ გავიგე ანუ მე-10 ჩასვი უკვე? სად? 8 HP-ს მე-10 ჩასვი უკვე? 8 HP-ს მე-10 არის თავისუფალი. ეხლა გაქვს თავისუფალი. დარჩენილი გაქვს ერთი გრაუნდი და ერთი ლურჯი კაბელი. ეგ ლურჯი კაბელი ატაკე მე-10-ში და შიფტერებიც იმუშავებს. ნახე ეხლა რაშია კიდე სხვაობა, რესტში და არარესტშია სხვაობა. მაგას მეუბნებოდი. ანუ rest M-ში და არარest M-შია სხვაობა. კარობკა და ძრავი ერთი და იგივე აქვს, rest და არარest. კარობკა და ძრავი ერთი და იგივე და პრაუტკა აქვს სხვა. ყველაფერი იგივე აქვს. პრაუტკა აქვს სხვა. პრაუტკა სხვა აქვს, აშკარად, იმიტომ არც ერთი პინი არ და ფერი არ და ემთხვა. და ყველაფერი ემთხვევა ეს რა ქვია 8 HP-ს მე-10 პინში ლურჯი მიდის. ანუ 8 ეხა რაც ჩასმული გაქვს, 8 HP-ს გაქვს ყველაფერი ჩასმული, თავის ფერებით ზის რა. და თან ნახე მთელი პრიკოლი რაშია, ორი პინი ხომ უნდა მოგდიოდეს თეორიაში შიფტერების. კი. ერთი მოგდის. ანუ M-ზე იდეაში აქ სქემის მიხედვით M-დან ორი უნდა მოდიოდეს და ერთი მოდის. როგორც 8 HP-ში უნდა მოდიოდეს. ანუ რესტი. ანუ შენ გაქვს ახლა მაგას იძახი ისა რა ქვია resistant based-ი? ხო. დიდი შანსი. ხო. მე ვიცოდი რომ ყველა კნოპკაა, მაგრამ თუ რესტია ის, მაშინ უეჭველი არის. ეგ არის, ეგ არის. ო, შემოწეთ შევარდით და გამო. კაც სერიული გვინდა და ეს არის რა ქვია. შეგიძლიათ 8 HP-თ გაშიფტოთ. დაჟე ხო იცი რა ზატკაც ბოლტონია? ო, ვიცი. კარდანი ყველაფერი ვაფშე. ოდი ჰაი. დავაი გამოაგორე ჯეკი და ჩამოწიეთ მანქანა. ანუ ის მაინტერესებს რა პარკინგს თუ დაინახავს ეგრევე. ხო. პარკინგი თუ დაინახა ჩათვალეთ რომ ყველაფერი მუშაობს. კაი, ესე იგი ჩვენი ექსპერიმენტის დრო დგება? თენგიზ. ნახე როგორ ვეტევი. აი ჩემნაირი გადმოხვალ მე ვიღო. ბაზარი არა. კაცმოა. ოთხი გავიგე, transmission fault-ი გავიგე. რეივს დაგვიწერს შეცდომებში. სელექტორზე ჯერ არაფერი არ ხდება. Transmission-ს ვერ ხედავს. Transmission-ი არ გვაქვს. კაი, მოდი ჯერ შტეკერი გადავამოწმოთ რა, თუ არ დაგეზარება. ზის და ჩაკეტა. ოკეი, კაი. ოკეი, EGS-დან ინფორმაცია არ მოგდის. ანუ კაროკიდან ინფორმაციას ვერ ხედავთ. კაი, ეხლა ჩვენ ხო EGS-დან არ გვაქვს სიგნალი. ეხლა ჩვენ უნდა ვცადოთ vehicle order-დან კაროკის გაწერა. კასში შევუწოდეთ ცოტა კოდირებები. Transmission-ს ვერ ხედავთ ის. ამდენად სწორად გვიზისნე და ყველაფერი.
ანუ ქანები გვაქვს, low high მე-5 მე-6 და კვება. ნუ პარკინგ სიგნალები და რაღაცები კაი გასაგებია, მაგრამ აი მაგ 4 წვერით უნდა გამოდიოდეს კარობკა იმაში, რა ქვია. გრაუნდიც ასევე და კარობკა უნდა გამოდიოდეს ყველა ვარიანტში დიაგნოსტიკაში. თუ ყველაფერი სწორად გვისის იდეაში. ინები ხوار გადავამოწო კარგად ის. ბიჭო, რავი, ნახე აბა. აბა ნახე. ეხლავე არა არ გვიჩანს ისე. ეხა შესმულია ხო კარგად? ბიჭო კი. ოკეი, კაი. არა, ლიმიტი რა ქვია, არ დამიშვია ისე შევსვიო, სვანაირო რა. ეხა დავშვი და ისე. ხო რა. იმიტომ რომ ყველა ლოგიკის თანახმად უნდა ჩანდეს. ის. აი ეხლა გამოსვი. ჩავთო? პარკინგი დავინახეთ. როგორ ტრანსმიშენი აქ ისე არ გვიჩანს. ნუ კაი, გავიგეთ ეს. მოდი შესაბამები წაუშვათ ჯერ. ანუ ის შევსვით უკვე. კი. პარკინგს ხედავთ. კი. კაი, იცი რა მაინტერესებს რომელ მოდულში აქვს გაწერილი ტრანსმისია რა უნდა ეყენას. იმიტომ რომ ეხლა ნახე ესეთი ეჭები გვაქვს ჩვენ. კასში მე კი რაღაცები შევცვალე. არა გვეუბნება რომ არ გაქვს. ხო, მაგრამ პარკინგი დაინახა. ანუ აქამდე შტეკერი არ იყო ცოცხალი, ეხლა ცოცხალი. ეხლა უკვე კოდირებიდან შეგვიძლია ჩარჯი. ვიქა ორდერში ვაფშე არ ვწერი. 6 speed transmission არ ვწერია? არა. ნუ აი მაგნაირად. მან დავაქვს თავი პრობლემა მეც. კასში უწერია. აქ არ არის ერაფერი ეგეთი. წყაჟი გადავიგეთ. კასში გვაქვს და კლასტერში გვაქვს. კლასტერმა არ ამგონია, აი ეს ყველაფერი მოახერხოს. მაგრამ მოდი გავუწერ მაინც. კი. იმიტომ რომ იცი რა ნაბო არ კომპიუტერია. რამდენია იმის შანსი რომ გრაუნდი არ ყოფნიდეს. მაგრამ კვება და გრაუნდი რო არ კონდეს. პარკინგს არ დაინახავდა. ძალიან საინტერესო. ზეგან პინები რო ამოვაძრეთ, რამეზე ხო არ მიგიდია პლუსი სქელი რაც იყო წითელი. ცოლი ხო არ გაწყვიტა თქო. წავიდა Google-ო აქტიური. კაში დახედაზე vehicle type-ში. გადავიყვანე 8 სიჩქარიანზე. 8 ცილინდრი რო ეწერა? 8 ცილინდრი, არა, გაენ. ოკეი, ხო. ეს გადასაყვანია, ეს N62-ზე რატოა ვერ მივხვდი. N63-ზე ვცადოთ რასისას. იქ N62-ს მოჩვენებდა. ვაიმაზე იყო მონიშნული. გავიგე, transmission type-იც აქვია. Steptronic ავტომატიკზეც ვცადერია, ნუ შედეგო, class 4 არ ვიცი რა შუაშია, battery type გასაგებია. და იქ ოკეი ვარ და ვაფშე. ნამგო. გამოჩნდი რა შენი და დავატინე რა. იქ ორდერში როგორ არ აქვს ტრანსმიშენ ტაიპი. აქ იმენ არაფერი არ აქვს. ოკეი, კაი, მოდი ცოტახანი. გავისვენოთ. ხო. გავისვენოთ დავუძლო. კი ბატონო. აბა გაი. მოვიდა. ვეიკაპი მოვიდა. კაი გათში. წავიდა. რა გინდა შენი და დავატირე. ყველაფერი სწორად არის შეერთება, აი ვაფშე ყველაფერი. იმენა აი როგორ სწორად არის, იცი რომ მეტი შეუძლებელია რა. კაი, გამოდი. დაუშვათ? ხო. მოდი კიდე ერთხელ შევაერთოთ, რა შენი ჯექი ოღონდ შიგნით. შავდეს მოხსნილი ხო? მა ხო? შევიდა შენ? მა ხო კარგაში ხო მეტი აღარ აი აბა მიდით ენგის. პრიბორკაზე არ გიჩანს, ხო? არ არის ტრანსმიშენ, არ არის. ლოგიკაც ვერ გავიგე. ყველა ლოგიკით უნდა იყოს. ერთადერთი შემთხვევა არის ის, თუ კაროკის ქანის პინები არ ემთხვევა ჩვენ დაერთებულ პინებს. კაი, გათიშით. გამოვადრო? არა, იყოს ჯერ. შენც გამოგორდი. კარგი ჩიტო, კარგი, დაი. გაშვენებს ესე იგი ხერხს. ოპეში. სად თუ გაშვენებს მე? ყულისაზე ნახე. რო გავანეიტრალოთ ახლა. ენში გადავა? გადადის? ყულისადან? ხო. წესით კი, ალბათ. მიდი გადაანი. როგორ? არც ისე ადვილია ხა რაც შევუთხარი, მაგრამ. პლასკოთი ალბათ. ხო. ქვეშ ვერ შეყოფ მაგას. არა და აი ეს. просто плоскость именно. ეგეს თუ დაინა. მე ვაფშე ვირი. ანუ
ანუ კულისა დაინახავს, კაროვკა ვერ ხედავს. ანუ ნახე მოდულებში ვერ ხედავს. პირდაპირ კავშირი სადაც აქ ხედავს მარტო. ანუ PS პოზიციის პირდაპირ კაბელი ხო არსებობს, რომელიც პირდაპირ კულისაზე მიდის. და მაგითო ხედავს. ანუ კულისასთან მიდის ეგ. ეს კაუჩი ხანში კომუნიკაციის შეფე გვაქვს რა. ხო, ეს ფეხი რო იწევა. რას უნდა ისა? მიდი აბა დაჯექეთ. წეო ხელი? წამოვარტე აბა. აბა. ენია. ეხა რა. ეხა პეა. ანუ ესაც ხედავს. ანუ პარკინგი ნეიტრალს ხედავს კულისის პირდაპირ კაბელიდან. კაი, всё, ანუ რაც ვიცოდით დავამტკიცეთ კიდევ ერთხელ. ხო და რა გიქნებოდი ცი? აბა? რა ფეხის მოძრაობას ხო ტვინი იმაშება რა. არა. პირდაპირ სიგნალი აქვს. დედული კაბელი. დები აი ნახე, ემიდან რა ქვია. პარკ ნეიტრალი სად არის? მაგასაც გეტყვი რომელი პინია? პირველი პინია, ეს სადაა? მათ პირველია და იქ მეათე. პირველი პინია და პირველი პინი სად ჯანდაბაშიკაში. ნახე პირდაპირ ქარაქსი. არა, ქარაქსის სისტემში მიდის პირველი პინი. ანუ ყასი ხედავს პარკ ნეიტრალს. და არა პირდაპირ სელექტორი. აქ სად მიდის? აქაცბაში კასში წავა. აქ არის პარკ ნეიტრალი მეათე და მიდის პირდაპირ ქასში აქაც. მოიცა. კასში მიდის ასევე PA ბასი, ამის მესამე. PA ბასი მესამე. და იქ რომელში გვიზის ნეტა ეგ. PA ბასი იქაც მესამეა. მაგრამ მესამე კასში მიდის? აქ. კი. მე. სადაა? ის არა მესამე. ხო, ვის comfort access, without comfort access და აქედან სავარაუდოდ ამ შტეკერით გადავა მე კასზე. ეს შტეკერი წაიღოს კასში, ხო, მაგე? კარაქსის სისტემი ბატონო. ანუ სელექტორზე კასიდან მოდის ეგ. ხო. გადართე გადმორთ. შესაბამისად, ანუ აქედან დასკვნას ვაკეთებ და ტრანსმისიაში როგორც მინიმუმ კვება სწორედ გვაქვს, ვეიკაპი სწორედ გვაქვს და ეს რა ქვია, გრაუნდი სწორედ გვაქვს და პარკ ნეიტრალის კაბელი სწორედ გვაქვს. 4 პინი უეჭველი ვიცით რომ სწორად გვიზის სხვა შემთხვევაში კასი მაგას ვერც დაინახავდა და ვერც სელექტორზე ვერ გამოიტანდა რა, გამორიცხულია. ეხლა გვჩება რა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქანი მანდ. აი, მე-5-ში low, მე-6-ში high. და ნამდვილად არის ყვითელი და არის შავი. ყვითელი არის low, შავი არის high. ბიჭო, ნახე, აი ეს არის მთელი პრიკოლი ხა რა. თანამედრო ეს ამოვიღეთ 8 HP-დან, ავანდ ეს არის ეს რა ქვია, ეშტეკერი თვითონ არის F-ის. ხო. ხო და ჩვენ გვაქვს ეს, ხო? კი. აჰე. აქ რაც შეეხება F-series 8 HP-ს. ანუ მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე, მე-6-ია რა. პიტიკან ბასი. ოღონდ მესამე, მეოთხეშია ეს რა ქვია, პიტიკანი. მეხუთე, მე-6-ში რა არის? ამას პიტიკანი. რამდენი არის მაშინ ესე ვიტყვი შანსი იმისა, რომ S70 შტეკერს პინები სხვანაირად ეწეროს და F-ად სხვანაირად ეწეროს. როგორ? თვითონ ზედრო ეწეროს სხვანაირად? და ნუმერაცია ხო აქვს, შეჩემო სატმინები შედის რომ შოვა. ხო და აი რამდენად სწორია მაგას ვიტყვი. საერთოდ შედის ხო თუ არ ემთხოვა? მეხუთე, მე-6 პირობითად რომ სხვაგან ეწეროს? შტეკერი იგივე იყოს, მაგრამ ის სხვა ქონდეს. რას პიროკა სხვა ეწეროს? ძალიან მეეჭვება, მაგრამ შეკუთვები? ნახავ. ეხლა ვიგეწეს. ეს არის 8 HP. ო ეგრეა. კი. ეს არის 6 HP. ანუ ეს პირველი მეორე რაც არის. ეგ არ გვაინტერესებს ეს. ეს და F-ათი. მეხუთე, მე-6 აქ. ესენი ისე დამპლები არის, შეიძლება ეგ პროსტა ეს გადაანაცვლოს ან რაღაცა ის რა, ვთქვი. არა, ვერ შევედი შტეკერში. არა, იგივე იქნება პინაუთ შანსი არის, ეს ვინმე შეიცვალა. უნდა აუტიში ვნახავ. უცბად. არ მინდა კაც. ის სხვა შორის ვერ დაუმოვა. ანუ რაღაც უცხოა რა. ხო, საიტის ვიზუალი რო ხო, მეც ვერ გავუგე საიტი. თავიდან რაღაც ცოტა ნიტყვა. Please do something. Please. თენგო ვერ შევდივარ, ნახე რა. იმეცი რომ მაგას ნახულობ, მაგრამ გაშტერდა კომპიუტერი. 1 6 5 8 რა? რასთან მიმართებაშია იგივე? ანუ F-ის კონექტორი და S70 კონექტორი PSAT-ის იგივეა. ანუ მე ამებზე გეკითხები. მაგას ვიკითხები?
პინებში მათ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსეში რა ზის თქო? კონექტორი S70-ის არა გვაქვს შეჩემო F15. გაიგავ ხო. ხო, მაგრამ ნუმერაციით იგივეა რა. ხო, კრიტიკან 2 არის 3 ყვითელი. კი. low. მეოთხე არის კრიტიკან 2 high, შავი ფეთში. კი, всё აღარ იწოლა. ბიჭო, ყველაფერი სწორად გვაქვს. მაშინ სად არის შინაგან სამინისტრო? სად არის კანონი მაშინ? 58 გადამოწევაზე სწორად გვაქვს ყველაფერი. ვახ. ესა დო. მართლა ეს ჭირიგვჭის დო, რა ხდება ვერ მიხდი. აი მენა PA ბასში რა ხდება? მაგრამ გაგრას PA ბასია, ის რასაც ვერ ხედავდა ძველი კაროკა. PA ბასის ძველი კაროკა ვაფშე ვერ ხედავდა. მოიცადე. მაიცადე. PA ბასზე ჭიჭრინებდა. რო PA ბასით კაროკას ვერ უკავშირდებიო, EVS ვერ ვადარებო რა. არა მუშაობდა იქ დადიოდა ჩვეულებრივ. შეცდომაში ჰქონდა სუ. ანუ ჯერაც რომ წაგეშალა. და ნუ მაგის გადამოწევის მეთოდი იყო პირდაპირ solutions თვითონ გეუბნებოდა რომ რასპირის შეამოწმე რა პრაზონგა. კასიდან კაროკამდე. ხო. მაგრამ მე მეკიდა მაგრად. კი ბატონო, გასაგებია. და აქაც შეიძლება რომ მეკიდოს? PA ბასის გარეშე გაცოცხლდება ნედა კოლოფი ვაფშე. რამე დაცვა ხო არ ჩააშენეს და PA ბასის გარეშე კოლოფი საერთოდ არ ცოცხლდება. ანუ ჯერ PA ბასი პირდაპირ ექნება კავშირი. ხო და ჯერ PA ბასს ხო არ გითხულობს და თუ PA ბასში ყველაფერი მოეწონა მე ცოცხლდება კოლოფი. PA ბასი რომელი პინია? ქვევით არის მესამე. მესამე პინია იმაში კაროკასთან რა. ხო. და ზევით არის აი ეს არის PA ბასი. ამას შეიძლება კასის კონდეს შეცვლილი ვაფშე. არ გამოვიცხო. და მოგიდონს არ მუშაობდეს რუჩქები. და კასში N62 ეწერა შეჩემა. და 70 EM-იც არ უწერია კასში. ანუ პროგრამირება უნდა და EVS-შიც MS-შიც მაგითო ხედავდა დებილობებს. უეჭო. PA ბასშიც აწერი, აგერ რატო აწერი? PA ბასშიც მაგითო ვერ კითხულობდა ვერაფერს. ჩვენ სწორად გვაქვს, ამ რუჩქები ყველა მუშაობს. ხო, ოჭოლი ვიცი. იქით გვიდოს ერთი კასი კომფორტ აქსესის გარეშე. დიზელის არის, მაგრამ რესტის უნდა იყოს ესეთი. გასაღებით რო გვიდეოს? ხო. კომფორტ აქსესთან. არა. გასაღები უკომფორტოა უეჭო. ეგ ხო არ შევაერთოთ? რა, იგივე სწორად. რა მხრივ გეტყვის იგივეს. იქნება PA ბასი წაიკითხოს. გამოვიდა. ნახე, ანუ რატო გეუბნები, იცი? N62 არის არარესტი ყველა ვარიანტში. ხო. მიხდი რაშია საქმე? 4 და 8. ანუ მიხდი რას გეუბნები, რომ N62 რადგან არარესტია, შესაძლებელი არის, რომ ხო, კასში ინფორმაციის გაცვლის მეთოდიკა საერთოდ განსხვავდებოდეს. მანქანას კი თოქავს დადის, მაგრამ მუდმივად შეცდომებში იყო და რუჩკების მაგითო არ მუშაობს. მე უფრო გზის ველოდი. არა, ძმა, პაპო მექანიკური ინსტრუმენტებია ორი აქტივება. ეხლა ზედეწერება იქ 4 და 8 თეთრად. არა, რო გამოიღე. აი, სადაც ეწერა, ეხაც გვეყოფა. დიდი გუდისმო. ნაპასტყავთან, მაგრამ. შუქი მაიტაკს ბიჭო. ხალი მაიტაკე. მაგის გასაღები იყო თენგო იპოვე? ხო, რა ზამოკირო გავაღო და ესე ეკუნახოთ თუ გამოჩნდება. კასი მაგარი დაუმარია, ვიზუალ. ხო? ნეტაი რა, კას რაღა დაემართა. ანუ რესტია კასი? ოღონდ კომფორტ აქსესის გარეშეა სავარაუდოდ. მაგრამ თუ კომფორტ აქსესის გარეშეა, გასაღების გარეშე რატო იქოქება? პაპო, აბა შაგორდი შაერთი. ამას როგორ აჭიშ? ეცხრაჯერ არის კასი გამოგებული შედება. შავდე. ამიდი. აი წაბერზოს დიაგნოზი გეჩვეობდია. პარკინგს ხო ხედავს ისე? კი. ტრანსმისია არ არის. ხარბენის რამდენი გაქვს კასზე? რამდენი? 90,000. გამოაძრე შეჩემ. გამოაძრე. არა, მაგას არის მოხდა. რამე არ დაიტოვოს.
ეს და პასტერზე ვიცი რა დიდიანს თუ დააყენებ იმას იმახსოვრებს. გამოაზრე. მაიცე ასე იმათ გარბენიც გადაწერეს ნეტა? როგორ გავდივართ? მანახე მომათხო კეცავს. თუ იგივე თარიღის არის, ავარაუდოთ ამისია. თუ ამისია, მაშინ რას პინოკა უნდა ვნახოთ. ეს ზმერი აქ დაკრული რაღაცაში. ხო, ამას წავ. ხო. აუ, გასაღებს არ მაქვს. ეს კაცი რო შეერთო არ მოგცემს ესეებს? და მოდი მოვიწვალეთ. არა, ვინიც ამისია წერი. არის ვინი? ვინი ამისია? ელკა. არის ვინა. ვახ, ბიჭო. ამ ხნის კაცი ვარ და ამ ფერი არაფერი მინახავს. ვაგრძელეთ ბრძოლას. აი ესე დრომარეობაში. მოგეთ ახლა მოგვივიდა ერთი ესეთი იდეა კი არა დავაში თენგო ეძება გადაატრიალ და ჩვენ სქემებში კი გვიწერია რომ მეხუთე მეექვსე პინში კან ლო უნდა იყოს მეხუთე და კან ჰაი მეექვსე მაგრამ თენგო მიაგნო რომ თურმე სადღაცას მეხუთე პინში არის კან ჰაი და მე ექვსეში ლო ხო და ეხლა მაგ თეორიის გატესტვაზე მინდის აქტიური შრომა ბიჭო აქაც ნახე მეხუთეში კან ლო უწერია და მეექვსეში კან ჰაი მეხუთე შევწერე კან ლო ხო იმაში 6 HP-ში 6 HP-ს რაც შეეხება იმას წერია რომ 6 გადადეო მეხუთეში ხო და აქ ნახე 6 HP-ს რაც შეეხება 6 HP-ს რაც შეეხება მე-6 არის high და მე-2 არის low ანუ ჩვენ ახლა რეალურად ანუ იმის გაიც მიყვებით და არა ორიგინალ გაიც რა და თუ იმისმა იმუშავა და ორიგინალმა არა აი ამ ისტას გამომშვებს და ნიუტისის და ასე შემდეგ დამფუძნებლების დედა მამა და ყველა გულით ახლობელი რომ ესე გვანერეულეს და გვაწონეს გადასვი всё ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ ну фактია რომ ორიგინალმა ინფო ვერ გაიტანა და ესე რამე შეიძლება დავწვა? არა მაკროოდებით არა აი მოციტალოს თუ ჩასვაკანში მე შეიძლება რაცა შევდე შეხვედი ამა მიდი თენგიზ მიდი თენგიზ ელექტროს მიტებს ეგ უკვე ძალიან კარგია მიდი გააძერე შენ ოპა ეგ არის შეშევა ეგ არის დედა ვატირე რა დედა ვატირე რა კაროჩე რა მაგას ხო არ გადავიტანთ აბა მანდრახი იქ ამოპინვა ნახე რა ამის დედა ვატირე რა მარტი ო ბიჭო ხომ არა რა წარმოიდგენ 18 მილიონჯერ რომ გადაამოწმებ კატალოგში რომ უნდა იყოს მე-5-ზე low და მე-6-ზე high არა შევკეთე გამოჩდება უეჭვე ეგ არის ტრანსმიშნი არის ძმა ტრანსმიშნი გვაქვს ნუ ეხა აქ ბევრი შეცდომა მოდი ესენი ყველაფერი წავშალოთ ერთიანად და რა დაგვრჩება ის ვნახოთ ნაკლებად გვინტერესებს და რაც ამბობ დარჩეს კოდირებიდან მოგვარებადია ყველაფერი აბსოლუტურად ვა ვინი რა ვინი ვინი გვინდა შოთიკო გვინდა შოთიკო მეცხრე არა ხოლმე მივაყენოთ ჩვენ უკვე ამ კოლოს ბარე DS ინტერფეისი მკიდია Caraxes immobilizer bus fault-ია აი ამას ჭიჭყინებდა რა სულ ეგეც მკიდია performance calibration კაი ეს გასაგებია DS სენსორის კალიბრაცია გვინდა და მაგითაც ჭიჭყინებს DS-ზე ტრანსმისიაში ჯეჯორი შეცდომა არ გვაქვს სულთა სრულია всё ჯეჯორი ეგ არის მოხსენი ბაბო გამოიგე ნახე შტეკერიც მოხსენი ეგ გათიშეზამკი და კაროკას მოხსენი და კაროკა მოხსენი და ო ეს არის ეს რა ქვია ნახტომი წინ ნახტომი რაც იყო თავარი ის თავარი პრობლემა მოგვარებულია ეხლა შენი გამოსვლა პაპო ეხა მექანიკური ეს დავიკ მოდი ნახე დღეს რა ვქნათ კაროკა ჩამოვიღოთ ძრავი ჩამოვკიდოთ ტრავერსი ჩამოვწიოთ ბევრი იყო უკვე გაგლახეს შენ არც გიტყრეს რომელი საათია
აი, ადრე. არაფერი დრო არ არის. კაი, მაშინ დილიდან ადრიან თუ წამოვიდეთ, პროსტა რახე, მაშინ დღეს კაროკას თავი დაანებე და რულავოი გამოვიღოთ. თუ ვერ ვაკეთებთ რულავოის დიდ ჯუბას გავუარო და გამოვართო. ვა, მაგრად გაასწორა. მაგრად. აი, მოდი ახლა რახე ეს კაროკა რაბენაირად იქ გადავდოთ. თავის ურიკიანად. ერიკა. უყურებ. რაურს უნდა მოხდეს. აუ არ ხსნით ბოლომდე, უნდა ჩამოვწიოთ. და კაროკის ტრუკებიც გამოსაყვანი გვაქვს. კაროჩე. ეხლა ესენი ქვევიდან ზევით შევანათეთ, რა? ტრუკები რა? კი, დღეს წამოვიდე. ესე იგი, ახლა არის მე რაღაცე დღე არის ამ მანქანის კეთების. უბრალოდ მეორე დღე არის კოლოფის და რულავოის კეთების. ახლა რულავოი უნდა მოხსნათ, რამენაირად. მე დავშალოთ, ვნახოთ შიგნით რა მდგომარეობა გვაქვს, თუ აღდგენა შევძელით, თუ არა და ჯუბასთან მეგულება ერთი რულავოი, უნდა წავიდე და წამოვიღო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ პროცედურა არ დამჭირდება და ჩვენსაც გავაცოცხლებთ, მაგრამ თუ დამჭირდა, ეგრე მოგვიწევს. ანუ დღეს ჩანაფიქრი არის ის, რომ რულავოიც უნდა გავაკეთოთ, მივაყენოთ, კაროკას დავაყენოთ თავის ადგილზე და დღეს ამ მანქანით მინდა რომ გავიარო. აი ძალიან მინდა, იმიტომ რომ ხვალიდან უკვე ბევრი გადაღებაა დაგეგმილი და დღეს უნდა მოვასწრო ყველაფერი. ნახოთ როგორ გამოგვივა, გამოჩნდება ცოტა ხანში, აი სულ ცოტა ხანში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ გამოგვივა. მოდი ახლა ცოტა მივალაგებ ჩემ გუშინდელ არეულობებს. გადავყრი რაც გადასაყრელია. ხო, უნდა დავდგათ ჩაშკებზე რამენაირად. მოდი ჯერცადოთ ჩაშკებზე დადგმა. სიგრძეში როგორი იქნება? სიგრძეში დასავიწროებელია აშკარად. ახლა რა? არ ვიცი. რაზე გამოიყენ თავის? ეს არის მოსაშვები და შესწევია ბოლომდე. და ლუკასები ჩაასხი ცოტა თორე ისეთ ჯანგიანია რომ ამის მოძრაობა იქნება ტანჯობა. ანუ ეხლა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პადმატორნები ქვევიდან იხსნება, იმიტომ რომ არც ერთ არ შემიხედია, პადმატორნები საიდან იხსნება და არ ვიცი გუშინ თქვი თუ არა, მაგრამ ეს კრილოსკანტი ვინც მოიპარა, სად უნდა გაუკეთოს, ვისაც უნდა გაუკეთოს იცის. მაინც ინფორმაციის დონეზე. აბა საიდან იხსნება ოგო, კიო ქვევიდანო, ვიცითო? აი, აქ ერთი ვოლტი ზევიდან. აქეთ როგორ აქვს? მისვლადია ვაფშე? და ერთი ვარიანტი შემიძლია. აბა, დრო ჩამო. კიდე აღა. ოღონ, აი, ექსპერიმენტი ვცადოთ, გამოვიდა შევდგათ მე ისო ჩამოვაგდოთ, არა. ვერ გავიგე? რულოვი შევწოდოთ. ვირდო. გამოწერილი. სტრაფით. რულოვი საერთოდ აქვე გადაგიმოწვე. თუ სადო ისე გადაამოწვე, მაგიდას დადებულზე ეგრევე გადაგიმოწვე. დღეს ჩვენ ვერ მოვჩევით ვერც ერთ შემთხვევაში ეგრევე გადავწყვეტთ. აი, გამოვიცხე. რულავოის თუ დავიწყებთ, დღეს გამოვიცხე. მაშინ რულავოის თავი უნდა დავანებოთ და მაგისთვის მე მომავალში დავიგეგმოთ. რამდენიმე დღე რო ექნება და მე უნდა მივხედოთ. აი. წავეთ მაშინ ახლა ერთი ღერი მოვწიეთ, შემოვედით და კაროკა დავშალეთ. კაროკა ჩამოვიდეთ. დღეს კაროკა მაინც დავამთავროთ მაშინ. კაროკას ბოქსი მივაყენოთ სკოლაზე. კაროკა დავამთავროთ, მანქანა მიიაროს და დანარჩენს რაღაცა იქნება. და კაროკის ტრუკები გვაქვს შესაძლებელი ჯიგარო. ესე იგი, დღეს საჭირის მექანიზმის გაკეთება გაგვემართა, იმიტომ რომ პადმატორნებს ვერ ხსნით, ისი აყენია. პადმატორნების მოუხსნა და ტრავერს დაბლა ვერ ჩამოვწევთ. ტრავერსის ჩამოუწევა რულავოის ვერ გამოვიღებთ. შესაბამისად, ანუ ერთი ვარიანტი გვაქვს, რომ ძრავი ჩამოვიღოთ, თხათ ერთადერთი არ არის, ძალიან რო იწვალო რაღაცებს იზავ რა, იქ რულავოის გადაატრიალებ, გადმოატრიალებ, გამოაძვრენ რა. ალბათ. არა, მამეთ გამოაძვრენ. მოდი ვნახავ ახლა ვიდეოში სადმე იქნება ვინმე ხსნიდეს რულავოის. იმიტომ ქარხნული მანუალი პირდაპირ გეუბნება რომ ეს რა ქვია მატორი ამოიღეო. მატორის ამოიღება ვაფშე არ გვაწყობს. აი საერთოდ. ხო და მოკლედ დღეს ახლა გადავიფიქრეთ რულავოის საჭის მექანიზმის გაკეთება. გავაკეთებთ კოლოფს, გავმართავთ კოლოფს. გავიაროთ, ვნახოთ რა მუშაობს და მე დავბრუნდებით საჭის მექანიზმს რამდენიმე თავისუფალი დღე რო გვექნება, იმიტომ რომ ხვალიდან ფიზიკურად ვერ მოვიცვლი რამდენიმე დღე ამის აკეთებლად და შესაბამისად შანსი არ გვაქვს დარჩება და ამ დროს ავტომობილი გჭირდება. როგორც მინიმუმ ავტომობილად გჭირდება. უკვე ხელია. გვაძლევს რამეც? არც არაფერს, მე აქედან მეტი რაღაცებს ვხედავ, ვიდრე მანამ მივხედავ.
ყველაზე მეტად ხანო კანაფრის დახვა გვაინტერესებს. ეს ტიპი აღარ მოდის. არა, მოიცადი, იქ თახო დაშვებული გაქარგო ცოტა მაგის, ესე ვიცი. არა, просто დაშვებული. არა, მაშინ უნდა დაუშვა ხოლმე მოიცადი მე ძამა. მოგხედოთ, ეხლა ეს ბლოკი როგორ მოუშვა. ალბათ T30-ია, ან შიზიგრანიკია. აი, მასას თუ ჩავხსნით, აქედან ხელი შევა. ინტერესი. აგე კაროკიზეთი რატო დაღა? უსტარულად გაკეთებულის დედა. მართალია. просто ამისი ვერ ვიშოვეთ, რომ ვაწყობდით. ანუ წინა ვიდეოში ჩანს თუ არა ეს რომ დავაყენე რა. ამისი ვერ ვიშოვეთ, როცა ვაწყობდით. და გენიალური გადაწყვეტილება მივიღე, ბანძი შლანგი იყენე და კარგი შლანგი დავაყენე. და გადაჭერითად ძალიან არ გადაუჭირე, რომ მეთქი შლანგი არ მოჭრათ ხო და короче T30, პაპა. ალბათ, ან უფრო 40. ეცე. გავიცი. გაიცი, ესე ვთქვა არ მიწდეს უფრო. ეს ჩაჭრილი ალუმინი გადავავით რა. რატო იყო ჩაჭრილი ვერ გეტყვი ვარ თქვენ და გიმალე. კიდე მე კიდე მართალი. მართალი დამიმალე დედას ვცავ. მართალი დამიმალე. მოიდა გინდა ჩავგეთ. არა, კაცო წდება. არა. რაღაცა ნამეტანულად გაკ დახრილი აი კაროკა. შეციგრები ხო? კი. აია. მაგითი გინდა ჩამოტანა? ო, იმას უკეთებულა კიდე. მე მგონი მაგ ის გარდა ფიცერები. აბა, ამით ეს უნდა დაიჭირო შენ მაგის თუ მაგინდა? დედა უნდა කියන ამის. არ ვერ ხვდები რომ ეს დედა ამას? არა, შეჩემ ფიცარი. რაზატკას ხანაი. რაზატკაც 450 ეს და 700 ხო. ანუ საერთოდ ჩემი გოგირო. შენ გოგირო? მანქანა იცის ყველაფერი იცის. ბოლტონი მიდის და რატომ უწარ? ოკეი, ახალი აწყობილი. ამო შენი დაკაჩერდი ეს ვიდეო. მოკაკვე. ოხ, ჩემი პატარა ხადავ. ეხა უყურე მაგ ტრუბკას. ის ტრუბკა? კაფუჩინოში შედის. ეს კულერი როგორ იცნობდა გახსოვს? შვილკა მომაქონდეს, შიგნით უნდა მიაწვე, შვილკას უნდა მოაწვე და გამოდის. რა? სტრაფშამკეძია. კაი, ჩამოვწიოთ და ზევიდან გამოვაგდოთ. ტრუბკა გამოსულა. კაფე ჩიკოლო. რა გამო მე იგი კარგი ტრუბკას მე მაინც გამოვიდა. რომელი ტრუბკა? რომელი და არ მინდა შუქი ვაფშე არ. ვაფშე არ. თუ ეს ტრუბკა რომელიც დროგა შედის და სუბოლო ხედა? ხო. ეგა. მაშინ აცადეთ? ეგ არის? ეს ერთი. აი გონი იხსნება? აა მიაწვე და გამოვაო შეჩემა და მეც ვერ მახსოვს რა. ესე ქენიო და ესე ო, გამოვაო. რა, ყველაფერი უკენი. ეგ ხო გითხარ პრინციპი. აი ხო პირდაპირ უნდა გამოვიდეს ახალი მოხსენ. კარგად დაიწყენ მომეცა. ის ფადური მაგრამ მოხსენ. მოხსენ, გაგზელებაც არის. მოტუდოდი. ხო, აგე წამოვიდა. მას ხო მაგზეც. სახეს დასის გეგონება თელი. რახშანი ვარ? თელი დღეს მუშაობს გეგონება ხოლმე. Fire in the hole. დიდი, ასწი.
შედო. უბლიჭაც. გაცია. ვარა თუ შენ არა იმან. ის ხონაიროც რა? კაი შემოძო. რანაირი ფორმის არის მე მაგის. თავის უკა შესვაი. მაგის დამ. ეხა ეს მარგალიტი შეიძლება გამო. რავი შეარეთე ბიჭო. გამა მოიხსნებო. მოგოტყუეს მე მაგა. გამორიცხული ყოლა. ყველს არ დაწერ. აბა გახე. აგე. როგორო ლეგის სხვა პოზიციას თუ იპოვია, ხო? კაი, გავა 19-იანი 20-იანი. შენ ზოგოს. ამოსწავლებს თუ არ ძიე, სხვანაირად არ გამოდის. რა? ხა? რა თქვი ვიცი შენზე? ვინ რა მიგა? იგო. აუ, მარტი მოვლება და 22. ტექნოლოგია. შენ გონი არიცი? ძალიან კარგად იცის ყველაფერი. როცა თავზე. ო. ზედმეტ პასუხისგებლობას იცილებს ავიდა. მოვიდა მე მაგის. ფინიში. რაღაცა. ტრუკა არის, დიდი არაფერი. შენი გამო. დედა. შენი დედა. რა? მომეს ფანი უნდა დიხადა აი რა აზრი. აი მოგიტანეთ მოვიხარ. ვერ დაგბერო. ზოსო. რატო აბუყბუყებს ზოსო? აი ხარაც მოხდება გაგავცით. სად არის მოიცა? აჯე გრიფიჩო. იგი რა ხუ? რა მოხდება კიდე გითხრა? გავიხედე. აა ესე არის. ანუ ნახე, რა ჩარჩოდი ახლა. ფოტოში ვცდილობდი რომ შევექმნა წნევა რა. ანუ აქ არის ესეთი რაღაცა. ეს არის შეომავალი, ეს არის გამომავალი. აა ბიჭო, პირიქითა. პირიქით უნდა იყოს ყველა ლოგისთან. აი ხოდა იმათქურეს იოსე. კაფა. აფე. მეგონი ხაია. მეგონი რომ ყოფნის. ვაიცა, წნევა რატო იყობა? ხო ვერ მივხვდი უკვე. კაი, მე დავშილდო ნახო. ხო, ყველაზე პრიკოლი აიქნება, ეს ხვალე ბლოვი რო ვიყიდო და ეს ვქია. ივანს ვაჭრო. შეიძლება. პრიკოლი არ იქნება. შეიძლება გამო. პრიკოლი ვაფშე არ იქნება. იმე. არ ჩაარტყა, სოსო გაუში მაგ ჩაკუჩს ხელი არ ჩაარტყა. მოი ჩაარტყა. აი გესოსო. რა. მე აყოლებს თქმა არ მიდოდა, მაგრამ რა ხან მიხდით კეთით. რა. გეია. კამინაუთი რა? ახლა გაგახსენდა შეშ. გახსოვს მაგის მოხსის ტექნოლოგია? არა. ზემო თავით იწყება. აი მაგით. ო. აი ეგრე. სკაზალში. ხო, შტენგს მოხდეს. დანძრეული ბოქსი. შტენგს არის მანუალი. შტენგის არის SSD. შტენგს არის იმანუელი. შტენგს კეტონა. ბილობილი შეჭერს. კეტონალი სხვა რამეა შედებილოჩე. დაიჭირე ნულას განდარო. დეხარა თუ აღარ გამოდის. მან რა ხდება? აქ ეს აქვს ზოლი აქ რა ღარი. მე მოსულსა. არ უნდა ვისუსეთიანია თავიდან ბოლო. არა, ჭუჭყიანიც არის და მაგიტო გეუბნები. მეგონი თავის ღარში უნდა მოხდეს რომ გამოვიდე. ოვალობა ხოხტები. არ ვიცი რამდენად აქვს. როცა თქვი და აი ხო იცი ყველაზე მთავარი კითხვა რა მაქვს.
ფატოში ან ხარ მას უწევდი ვიდეო რა სხვა გადაწყვიტე პიპო ხო ამის საათის ჩემ ფეხებში შევიდე კონსულში შოვა და თან რომელი ულოვის ხელოსანი მემნახეთ წამოს თუკები გამოვიდი შავარსა აბრახუნებენ ტყითანა ულოვი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო, მინდა გითხრა. ეს თუ ის, ახალი. კარგ მდგომარეობაში სულ იქნათ ქომია დაჟე. თათვალე რომ ახალია. ხო, ძალიან ვიზუალურად კი ჩანს აქედან. ვიზუალურადაც და ეხლა განახებეთ საინტერესო რაღაცას კიდე. აუ, ხელი თვატრიალებს ულოვი. ოკეი, გასაგები. და მას იმენა ეს თითი თვატრიალი. აქედან ეს თითი რომ მივიდა ბოლომდე გავიყვა. ნიკა. просто არ ვარმინდა, იმიტომ წეგა პაპო მოიყუდა იქიდან და ეს ხოზე მოვიდა. კიდე საგეთე პაპო. ანუ საჭი კიდე დარბილდა. საჭე ჩათვალე რომ ნუ ძალიან განდავდება. იმასთან შეიძლება. იმენა აი ფასავით არის გაჭედილი. ბოლოს პაპო თეორია წამოაყენა. რომ ეგო საუბრობთ ავარიის დროს გაეყუნათო. გრეცი. ო, არ არის ის. დიდი შანსი რომ მართლა ეგრე იყოს. ლოგიკა. გამოიწვია და შეიძლება ყველა პრობლემა. ბიჭო, აი რო ფიქრობ, ნახე რა кай ბიჭი ხარ. ამის ემილია ოსო თუ ის არ არის. ერთი კიდე დაფიქრე, სუხოის როგორ გადავატარებ ეს. ეგრე. ეგო. აი რა მოიტანე. ეგრე. გიძეგ. სამი. აუ ის მესამე რატომ მოიტანე? კიდე სივე. ოდე ჩამოშალო ყველაფერი იქიდან. ო, არა საჭიროა იქ. ეგ მე რაღაცა შვება როგორც აღმოჩნდა. ფერიოდია. შემოშ. შობდო. ნო. ევა. კარგი ბიჭი, ერთიც. ნელა. როგორ ავატრიალოთ? როგორ ავატრიალოთ ეს ახლა გარკვეულ. ავატრიალოთ რა იმას დავაყენოთ. ვერ დავაყენოთ ჩუჩო. მატორჩი. მატორჩი. ფიცარზე დავაყენო, ფიცარზე დავაყენო. კი ბატონო. დავაი, ერთი ორი და აქ რომ მოვდო ქვევიდან ბიჭო ვერა მაგაში ასაკა და თან შესკე რა გადაიხართ თუ უთა გამიგივარდი მეც რომ მოგეხმაროთ არა შეჩემო რა მესამე კაცად ნუ აწევით ავწევთ სწორად დავუბრუნოთ სწორად მე გავაცენტრე რა მოგოიგ არა დავუდეთ მე მაგდეთ რომ ეს დავიჭირო რა აი ის სადაც დე ზუსტად აიგრე უნდა გადავიდეთ რა სიმძიმის ცენტრი იქნება ეხა იქ შუაში როგორგეში ხო დავაი ერთი ორი და სამი აბა ვიდი ერთად სულ შენ გასწორ ვიდი შემოწევს ცოტა წამოვწი რომელი ხარი აი ეგაი დასვი ეხლა იქნება შენსკე ძალიან გადმოხრილი ის დავაი ცოტა გადმოწევ შენსკე უნდა გამოწევ
საწევში შემოდი იქ აქ გამოვიდიოთ? არა, მოდი. გაუშვე ვერც. აქეთ მოდის. აქეთ მოდის. არა, გაუშვე. აჰა, გაუშვე. აშვებული. მაგით მოდი? ო, ჩემს კი ამიდა ის. კაი, სანდრა, გაუჩო? არა, ჩეს. აი, გამოვიდეს და დღეისთვის სულ ეს იყო. როგორც შეატყობდით, გაგრძელება ისე ვიქნება და მარტივად არაფერი არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ამის შემდეგი სერია მაინც იქნება ბოლო. ტექნიკური მხარისთვის მაინც ბოლო. არა ტექნიკურისთვის მე ვნახოთ უკვე როგორ გაგრძელდება, თუმცა შემდეგი სერია საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ აი ეს ამდენი სერიის და ამდენი ხნის წვალების საბოლოო შედეგი უნდა დავინახოთ წესი და კანონით ყველამ ერთად. ნახოთ რა გამოგვივიდა, ნახოთ რა გამოვა, დროებით. მალე შევხვდებით.